გუმისთის ბრძოლიდან 32 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს დღეს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქართული მხარისთვის აფხაზეთის ომში გუმისთის ბრძოლის ეპიზოდი ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო. შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ 8 კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა. შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. 16 მარტს მოწინააღმდეგემ უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა. დღეს 32 წელი გავიდა გუმისთის შეტაკებიდან, სადაც ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი სიცოცხლის და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ამ უთანასწორო ბრძოლაში გადაარჩინეს ათასობით ჩვენი უდანაშაულო თანამოქალაქე. ჩვენი ვალია რომ გვახსოვდნენ ჩვენი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გადავცეთ მომავალთაობას მათდამი სიყვარული და პატივისცემა. 1993 წლის 16 მარტი არის ერთ-ერთი ძლიერი ნათელი წერტილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ისტორიაში, რაც განპირობებული იყო ყოველი ჯართან ახის სახეობების, მოხალისეების და შემართებული ადამიანების ურთიერთქმედებით ბრძოლაში, რამაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სეპარატისტებთან ერთად მოუსპო იმედი იმ დღეებში ქალაქ სოხუმის დაკავებისა. ჩვენმა არტილერისტებმა უთანასწორო ბრძოლაში ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწიეს და პრაქტიკულად იმ დროისთვის გადაარჩინეს ჩვენი აფხაზეთის მიმართულება. საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვის ხარჯზე. ქალაქ სოხუმზე 93 წელს ძალიან დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ქალაქის აღება უნდა და 15 მარტს დაიწყო, გაგრძელდა 16-17, 16 მარტს მიაღწია პიკს ამ შემოტევამ და ქართული შეიარაღებული ძალები, ყველა ქვედანაყოფები გაერთიანდა და მოიგერიეს მტერი.